გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. თბილისში ისევ გადაუდებლად თავს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუნიციპალიტეტის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია სპეცტექნიკა, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორე ხარისხოვანი ქუჩები. სამუშაოებში ჩართულია თბილსერვის ჯგუფის 200-მდე თანამშრომელი. დედაქალაქის 10-ვე რაიონში გზებზე არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს გამგეობის წარმომადგენლები უწევენ. თამარ თათარაშვილი შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის რა ვითარებაა გზებზე თბილისში. თამარ, გისმენთ. ინტენსიურად თავს დედაქალაქში შესაბამისად მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რადგან ის ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან მსუბუქი ავტომობილებით, მათ არ შეექმნათ პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე 24 საათზე მეტია, რაც ინტენსიური თოვა, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, ამის მიუხედავად ავტომობილის მძღოლებს დედაქალაქის მასშტაბით არსად არ შექმნიათ გადაადგილების პრობლემები, რადგან 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა და ასევე 200-ზე მეტი თანამშრომელი თბილსერვისის ჯგუფიდან მუშაობს იმისთვის, რომ ყველა ცენტრალური გზა იყოს გაწმენდილი. დედაქალაქის მასშტაბით 10-ვე რაიონში არიან მობილიზებულები სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სპეციალური ტექნიკა და მუდმივად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. ამ დროისთვის რაიმე შეფერხება გადაადგილების კუთხით არ არსებობს, შესაბამისად არ არის პრობლემები არც მუნიციპალური ტრანსპორტისთვისაც. განსაკუთრებული ყურადღება არის მიპყრობილი შედარებით რთულ ლოკაციებზე, ეს არის თბილისის შემოგარენი, წყნეთისა და კოჯრისკენ მიმავალი საავტომობილო გზები და ამ შემთხვევაშიც ამ ადგილებშიც სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მიმდინარეობდა გზის დამუშავება და ცენტრალური ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი პროცესი. დღეს დილიდან უკვე 230 ჩვენი თანამშრომელი არის ცოცხალისძალად ჩართული, 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა ერთმანეთისგან განსხვავებიან ტონაჟობით, ასევე დანიშნულების მიხედვით. 10-ვე რაიონში ვართ გაშლილები ბოლო 40 საათის განმავლობაში, უწყვეტად არც ერთ წუთით არ გაჩერებულა ჩვენი ტექნიკა. მობილიზაცია გაგრძელდება ესე სანამ ხვალ დილის 10-11 საათამდე როგორც არის გამოცხადებული, ეს ინტენსიური ნალექი არ გადაიღებს. არსად ისეთი პრობლემა არ არის, სადაც შეიძლება გზა იყოს შაკეტილი და გამოვდება სრულად იყოს შეზღუდული. რა თქმა უნდა, შეფერხებები არის შემოერთებულ ტერიტორიაზე ისეთ რელიეფებზე, სადაც უხვი ნალექის გამო დაბალი სიჩქარე ან სპეციალიზებული ზამთრისაბურავის გარეშე მოქალაქეებს უწევთ გადაადგილება, თუმცა ტრანსპორტის ძირითად ნაწილში ყველა მიმართულებით, მით უმეტეს ცენტრალურ გამზირებზე და პირველი კატეგორიის ქუჩებზე ყველგან შეუძლია გადაადგილება შეფერხების გარეშე. რთული მეტეოროლოგიური პირობები და ასევე უხვი ნალექი სინოპტიკოსების პროგნოზით შენარჩუნდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც უკვე ზეგარის მოსალოდნელი უფრო მეტი ყინვა -7 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ კი გამოიამინდებს და შედარებით მოიმატებს ტემპერატურა როგორც დედაქალაქში, ასევე როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოში. მადლობა თამარ, თქვენ უსმენდით თამარ თათარაშვილს. მეტეოროლოგების პროგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ნალექი კიდევ 24 საათი უნდა გაგრძელდეს. გაძლიერდება ყინვაც. ოთხშაბათს თბილისში -7 გრადუსიც უნდა დაფიქსირდეს. საქართველოში უნალექო ამინდი 27 იანვრიდანაა მოსალოდნელი. დღეს 19 იანვარს და ხვალ 20 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოში კი დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის განმავლობაში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი. 22-ში ამ სიცივესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება, ხოლო უკვე 23-დან სინოპტიკური სიტუაცია მთლიანად საქართველოში იცვლება. დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია და აგრეთვე უნალექო ამინდი იქნება კახეთის რეგიონშიც. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ლიბყინულის ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური ფოსტა-კობის მონაკვეთზე. ჩვენი კორესპონდენტი ლევან ფანცხავა იმყოფება გუდაურში და ის მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. ლევან, გისმენთ. დიახ, როგორც ხედავთ, გუდაურში ამ წუთებში თოვს გადაუღებელი თოვისა და ლიბყინულის გამო მოძრაობა არის შეზღუდული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. სტეფანწმინდა კობის მიმართულებით კობი გუდაურის ტერიტორიაზე იკრძალება ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება, ხოლო ამ დროისთვის დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზები ინტენსიურ
რეჟიმში იწმინდება და ყველა მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ჩვენ ვესაუბრეთ ტრაილერების მძღოლებს, რომლებიც ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად იღებენ. თოვლია პერევალზე და საშიშია რა სატვირთო მანქანებით გადასვლა ახლა. მოცურების საშიში არის. ერთი მანქანაც რო დაბუქსავდეს, სადმე შეიძლება უკან მეორე გადაყვეს. ამიტომ ველოდებით რა გადასვლას. დღეს თოვა ალბათ დამთავრდა და ხვალიდან უკვე გზა გაიწმინდება. პრინციპში გაწმენდილია, მაგრამ ჩვენთვის არის საშიში სატვირთო მანქანებისთვის და ხვალიდან ალბათ დაიწყება მოძრაობა. მე მგონი ესე იქნება. პირდებიან გახსნიან ალბათ. მაღლაა თოვლიო და ეგ არის ჩემი ინფორმაცია. თოვლი არისო და წმენდავენ, მუშაობენო და გაგიშვებთო. მძღოლებს, რომლებიც ამ დროისთვის მათთვის განკუთვნილ ადგილზე არიან გაჩერებულები, აქვთ მოლოდინი, რომ ხვალიდან მზე გამოვა და ისინი შეძლებენ უახლოეს პერიოდში დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ. მადლობა ლევან გუდაურიდან გვერდთვებოდა ლევან ფანცხავა. ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე მესამე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. გზის ამონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. უამინდობის გამო რეგიონში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. თითოეულობა გახდა მიზეზი, რის გამოც კახეთის მასშტაბით აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ. უამინდობას რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა რეგიონისთვის არ შეუქმნია. მობილიზებული იყვნენ 24 საათის განმავლობაში მუნიციპალური სერვისები, იწმინდება გზები, იშლება ტექნიკური მარილი. შეზღუდვა რჩება ისევ და ისევ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მცირე ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და ენერგოპრო ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. რაც შეეხება ვაზიანი, გომბორი, თელავის საავტომობილო გზების ვერონა თელავის მონაკვეთს იქ ჯერჯერობით ისევ მაღალი გამოვლობისთვის არის დაშვებული გადაადგილება და მუნიციპალური სერვისები მობილიზებულნი არიან იმისთვის, რომ მყისიერად უპასუხონ ყველა გამოწვევას შესაძლო წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგისტრალებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყება განმარტავს, რომ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე რაჭის და ფარცხისი თეთრიწყარო საავტომობილო გზებზე. ასევე ჯვარი უშგულის მონაკვეთზე. ზავშაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია კურორტი გოდერძი უწყისუბნის მონაკვეთზე, ასევე კორშა შატილის მონაკვეთსა და უშგული ლასდილის მონაკვეთზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი თოლწმენდი ტექნიკა და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალი აქვს, რჩება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა. ასევე ძლიერი თოვისა და ლიბყინულის გამო რჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე მაღალმთიან რეგიონებში შეზღუდვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფრთხილებს მოსახლეობას დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით. თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულ პირს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს. ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც. რა გახდა კალასის წინააღმდეგ განცხადებების მიზეზი და როგორია შეფასებები თბილისში? ამას ანუკა ბუავა გვეტყვის. ანუკა, ეთერში ხარ.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება სრულად იზიარებს ქართული ოცნება. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ კალასის მიმართ გაკეთებული განცხადება, რომ ის არის თანამდებობისთვის შეუფერებელი და აცდენილია ევროპის რეალობას, იმას, რაზეც ეფუძნება ზოგადად ევროკავშირი. შესაბამისად, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სრულიად ადეკვატურია კალასის მისამართით მსგავსი ტიპის განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ კალასი ერთ-ერთია იმ ევროპელ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც მუდმივი თავდასხმებით გამოირჩევა, მათ შორის საქართველოსზე და რომელიც ახალისებს რევოლუციურ პროცესებს ქვეყანაში. შესაბამისად, მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში იქნება ის, რომ კალასის ნაცვლად სხვა ხელმძღვანელი პირის არჩევა მოხდეს და სხვა წარმომადგენელი არსებობდეს ევროკავშირში. შესაბამისად, ნაკლებად დაზიანდება, როგორც მართლ პარტიაში ამბობენ, ევროგაერთიანების ინტერესები და ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ევროკავშირი შეიქმნა, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ და რასაც ეფუძნება ზოგადად ევროკავშირი, რა პრინციპსაც ეფუძნებოდა, ეს იყო თანასწორობა და კანონის უზენაესობა. ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონის უზენაესობაზე, ტრადიციაზე და რასაკვირველია, მის სწრაფება ჩვენიდან ნებისმიერ სხვა ქვეყნის სწორედ აი ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის მანიშნებელი იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი აი ამ შემხედვარი ამ პროცესებისა, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს და მე არ მგონია, რომ მხოლოდ კაია კალასის დამსახურება ეს, რომელსაც ერთადერთი გზა ამ შექმნილ ვითარებაში ალკოჰოლის მიღება ესახება. მარტო არ არის, მთელი ყველა კომისარი პრაქტიკულად ან საუბრობენ ომის პარტიის მხარდასაჭერად და ომის დაფინანსების მხარდასაჭერად და აი ამ ძალა გამოცდილ ევროპას ეკაჩებიან მიმართულებით, რომელიც მის გრევას გამოიწვევს. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც კაია კალასის წინააღმდეგ ადეკვატურია. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს და კრიტიკას კალასის მისამართით ადამიანების, ვინც ბრიუსელის ბიუროკრატიის პრობლემები ყველაზე უკეთ იცის, არ იზიარებს ქართული ოპოზიციური სპექტრი. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ კალასი ერთ-ერთია, ვინც ევროპის უსაფრთხოებაზე სრუნავს, შესაბამისად, მისი მისამართით კრიტიკა მათთვის მიუღებელია. რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ გაიხსენეს სწორედ კაია კალასის ქმედებები საქართველოსთან მიმართებით და ის თავდასხმები, რომელსაც მათ შორის ადგილი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ასევე ამბობენ იმასაც, რომ პროცესი უნდა შეიცვალოს, მათ შორის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადახედონ მათ პოლიტიკას და კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ვინაიდან მსოფლიოში ახალი რეალობა არის ახლა შექმნილი. ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება სოლიდარული პრინციპით და ცხადია, სადაც არის დემოკრატია, იქ ყველა პრობლემა დიალოგით, პოლიტიკური კომპრომისით გვარდება, თუმცა ამოცანა არის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იბრძვის ევროპული უსაფრთხოებისთვის, პროპაგანდით გააშაონ. ეს არის მათი მიზანი, დემონიზაცია. რა თქმა უნდა, კაია კალასიც და ყველა ბიუროკრატიც ემსახურება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. უკვე ევრობიუროკრატიაში ვისაც არ ეზარება, ყველა ლანძღავს გვარს არ დავასახელებ ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი გამოირჩევა შეურაცხყოფებით საქართველოსთან მიმართებაში მით უმეტეს და პირდაპირ მოიხსენიებიან უზდელი უხეში თანამდებობისთვის შეუფერებელი. გვარს არ დავასახელებ ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარი ევრობიუროკრატიაში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და საკუთარი კოლეგები ამხელენ. კორუფცია იქნება ეს, თანამდებობისთვის შეუფერებლობა იქნება ეს თუ ასე შემდეგ და ასე შემდგომ. ამასაც ხო ჩვენ არ დაგვებრალებენ, რაც მე ახლა ვთქვი ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. ეს ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს, მაღალი თანამდებობის პირებს,
ევროპარლამენტში არ მგონია ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში დარწმუნებული ვარ, რომ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და იქ მცხოვრები ევროპული საზოგადოებები ნამდვილად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეროვნული ხელისუფლებები აირჩიონ. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალური ქსელით გააკრიტიკა და იქზე დაწერა, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია, ვინაიდან ის აცდენილია ევროპის რეალურ ინტერესებს. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა. წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. 39-მდე გაიზარდა ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქვეყნის სამხრეთით ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავებულია 100 ადამიანი, აქედან ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ცნობილია, რომ შეჯახება იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ორივე მატარებელში შემთხვევის დროს 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გრენლანდიის საკითხზე ესკალაცია გრძელდება. განცხადება გავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტრამპმა დაწერა, რომ ნატო უკვე 20 წელია ეუბნება დანიას, რომ მან გრენლანდიაში რუსული საფრთხე უნდა აღკვეთოს. ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ დანიამ ამისთვის ვერაფერი გააკეთა. ახლა ამის დრო დადგა და ეს გაკეთდება. წერს ტრამპი. ცნობილია კოპენჰაგენის პოზიციაც. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გრენლანდიის კრიზისის მოსაგვარებლად დანია შტატებთან დიპლომატიურ ურთიერთობას გააგრძელებს. ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ნატოს 8 სახელმწიფო. ერთობლივ ტექსტში ნათქვამია, რომ შტატების მხრიდან ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო ეგრეთ წოდებული დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის. გრენლანდიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ქმედებების გამო ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს ამზადებს. ინფორმაციას გერმანული შპიგელის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში წერია, რომ ბრიუსელში საგანგებო სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საპასუხო ზომად განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე რიგი ამერიკული კომპანიებისთვის მუშაობის შეზღუდვასაც. საკითხს ეხმაურება როიტერის საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმება გააძლიერონ ძალისხმევა ტრამპის გადარწმუნების მიზნით და თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტარიფების დაწესება. ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ეკუთვნის მხოლოდ გრენლანდიის ხალხსა და დანიის სამეფოს. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. დანია არის გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მოკავშირე, ნატოს საამაყო წევრი, რომელიც ბოლო ათწლეულებში ჩვენ მხარდამხარ იდგა, მათ შორის რეალური ადამიანური მსხვერპლის საფასურად. ალიანსები ნარჩუნდება, რადგან ისინი იგება პატივისცემაზე, პარტნიორობაზე და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ირანის მთავრობის მონაცემებით საერთო ჯამში ანტისამთავრობო პროტესტის დროს შეტაკებებს 5000 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა როიტერს ანონიმურობის დაცვის პრინციპით მიაწოდეს. საინფორმაციო სააგენტოს გავრცელებული მონაცემებით დაღუპულებს შორის 500 ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. ირანის მთავრობა ქვეყანაში მომხდარ არეულობებში ტერორისტებს და შეერაღებულ ამბოხებულებს ადანაშაულებს. ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით ამბოხი ამერიკელებმა დაგეგმეს, მიზანი კი ირანის გადაყლაპვა. აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ შტატების პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამბოხებაში და ამბოხებულებს აკეზებდა. პენტაგონმა მინესოტაში 1500 სამხედრო გადასროლის მომზადების ბრძანება გასცა. მზადყოფნის რეჟიმზე უკვე გადაიყვანეს ალასკას შტატში განლაგებული 2 ბატალიონი. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს. პარალელურად შტატის ქალაქებში საიმიგრაციო სამსახური ანტისაიმიგრაციო რეიდებს ატარებს. გრძელდება დემონსტრაციებიც. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტებმა ავტომობილში მყოფ ქალს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. დემონსტრანტები საქმეზე გამოძიების ჩატარებას და საიმიგრაციო
საეკლესიო სამსახურის რეიდების შეჩერებას ითხოვენ. მიმდინარეობს შეტაკებებიც. ძალოვნები პროტესტის დასაშლელად პნევმატურ იარაღს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს და წიწაკის სპრეის იყენებენ. პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართება. ბიულეტენების 99%-ის დაცვლის შემდეგ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ხმების 31.1% მიიღო. მემარჯვენე პარტიის ლიდერმა კი 23.5%. მედიის შეფასებით 1986 წლის შემდეგ პორტუგალიის ისტორიაში ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩანიშვნის პირველი შემთხვევაა. დღეს ნათლისღება. დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობას უკავშირდება და ის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, იკურთხება წყალი. 19 იანვარი უქმე დღედ არის გამოცხადებული. მე მინდა მიულოს ეს განსაკუთრებული დღესასწაული ყველა მორწმუნე ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ნათლისღება ეს არის სიბნელიდან სინათლეში გამოსვლის დღე და სინათლისა სიბნელეზე გამარჯვების დღე. ნათლობით როცა ადამიანი ინათლება, ხდება ადამიანის სულიერი განათლება. ანუ ღმერთის შესახებ უმეცრებიდან, სიბნელიდან ადამიანი სამღვთო შემეცნების სინათლეში მოდის. მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაულზე ტრადიციულად უკვე საუკუნეები აღესრულება ეგრეთ წოდებული დიდი აიაზმანო წყალკურთხევა. მორწმუნე ადამიანებს ეს წყალი მიაქვს როგორც წესი სახლში და წლინანწლამდე წყალი ინახება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასა და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც 6 გუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს. მიუხედავად ამისა, ჯერ ყველაფერი წინ არის და საქართველოს 8 საუკეთესო გუნდ შორის გასვლის შესაძლებლობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოუტანს. ლაშა დვალიშვილი იმყოფება ბელგრადში წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად და ის შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლაშა, როგორია ნაკრების განწყობა? დიახ, სულ რამდენიმე საათი რჩება დღეს გასამართ შეხვედრამდე, როდესაც საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება რუმინეთის გუნდს, თუმცა ვიდრე დღევანდელ შეხვედრაზე დავიწყებდე საუბარს, აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა დაპირისპირება იტალიის ნაკრებთან გამართული შეხვედრა მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩი. ეს იყო წყვილი, სადაც იტალიის ნაკრები უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და მათი ტიტულებიდან და ისტორიიდან გამომდინარე ეს არც იყო გასაკვირი, თუმცა თამაშის მიმდინარეობამ აბსოლუტურად სხვა რამ დაგვანახა ის, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ძალა და უნარი იმისა, რომ ეთამაშოს ნებისმიერი რანგის მეტოქეს, ისევე როგორც ეს იყო იტალიის ნაკრები. გვახსოვს ჩვენ ეს დაპირისპირება ქართველმა წყალბურთელებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს ეს შეხვედრა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრები გადაგვირჩა ამ შეხვედრაში. რატომ მინდა ხაზი გაუსვა ამ დაპირისპირებას, ვიდრე დავიწყებდე საუბარს დღევანდელ ორთაბრძოლაზე გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ნაკრებთან ჩვენ დავმარცხდი და დღეს გველის უკვე რუმინეთთან დაპირისპირება, იმ თამაში მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ ჩვენთვის, თუმცა რასაკვირველია ეს ამ ყველაფერში ჩარეული იყვნენ შეხვედრის არბიტრები და მინდა გაგახსენოთ ის 2 წითელი ბარათი, რომელიც შუშიაშვილმა და დადვანმა მიიღეს ამ შეხვედრაში და შესაბამისად აი ამ წითელმა ბარათებმა განაპირობეს ის, რომ დღეს რუმინელებთან დაპირისპირებაში არც დადვანი გეყოლება და არც შუშიაშვილი, რაც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის ძალიან დიდი დანაკარგია. რაც შეეხება იტალიის ნაკრებთან დაპირისპირებას, გეტყვით იმასაც, რომ მსაჯების
აშკარა მიკერძოებულობა შეინიშნებოდა და აშკარა სიმპათია იტალიის ნაკრების მიმართ. ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ აი ამ ორ წითელ ბარათში, არამედ მთლიანად შეხვედრის განმავლობაში იყო წვრილ-წვრილი დეტალები, რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა ამ შედეგზე და რეალურად მატჩი, რომელშიც ჩვენ სულ თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვების მოპოვება დასრულდა ჩვენი მარცხით. თუმცა ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და შესაბამისად საქართველოს ნაკრები სრული მზადყოფნით არის დღევანდელ მოახლოებულ თამაშზე. განწყობა ძალიან კარგი და პოზიტიურია მიუხედავად აი მარცხისა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ და აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორი ძირითადი მოთამაშე დაგვაკლდება ბიჭები აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დღევანდელ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიონ. დღეს წარმატება ძალიან გჭირდება, მით უმეტეს რომ რუმინეთის ნაკრებთან ჩვენი ანგარიში გაგვაჩნია. გახსოვთ ალბათ, რომ რუმინეთის ნაკრები სწორედ ის გუნდია, რომელმაც ჩვენ დაგვტოვა ოლიმპიური თამაშების გარეშე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუმინელების დამარცხების შემდეგ ჩვენ გველის კიდევ ერთი დაპირისპირება, ეს იქნება თურქეთის ნაკრები, რომელსაც ასევე უნდა მოუგოთ თუ ჩვენ გსურს მივახციოთ იმ მიზანს, რასაც 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა ქვია და შესაბამისად ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ამოცანას მივახციოთ. თუმცა თურქეთი იქნება ზეგი, იქამდე კი ჩვენ გვაქვს რუმინეთი დასამარცხებელი და დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუმინეთის ნაკრები დავამარცხოთ და მოვიპოვოთ გამარჯვება. თუ კი ჩვენ დღეს წყალში ჩავალთ იმ განწყობით, იმ ხასიათით და იმ საბრძოლო ჟინით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ იტალიის ნაკრებთან, რომელიც ერთ-ერთი ევროპული გრანდია წყალბურთის სამყაროში, ჩვენ უპირობოდ გავიმარჯვებთ დღევანდელ დაპირისპირებაში. მით უმეტეს რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთთან წყვილში ნამდვილად მიიჩნევა ფავორიტად ჩვენი მოთამაშეების გამოცდილებიდან, ზოგადად გუნდის თამაშის ხარისხიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ ქართველი წყალბურთელების მეშვეობით ვიზეიმებთ გამარჯვებას რუმინეთის ნაკრებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის და რასაკვირველია პირველ რიგში საქართველოს წყალბურთის ნაკრებისთვის, რომელიც დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უკვე გავა სათამაშო თურქებთან და თურქების დამარცხების შემთხვევაში უკვე ჩვენ გავინახდებთ ადგილს 8 საუკეთესო ნაკრებს შორის და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. გამარჯვება ჩვენს ბიჭებს დღევანდელ თამაშში. თქვენ უსმენთ ლაშა დვალიშვილს. მადლობა ლაშა. კურიერის 3 ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6-ზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.gz.